ამ ლექციის დასასრულს კიდევ ერთხელ საბოლოოდ შევაჯამოთ მაღალმთის კლიმატის მსგავსი და განმასხვავებელი თვისებები. ამრიგად, მაღალმთის კლიმატი ავლენს რიგ საერთო და უფრო მეტ განმასხვავებელ თვისებებს. რა არის საერთო კიდევ ერთხელ ვთქვათ. ეს არის შემცირებული ატმოსფერული წნევა და ატმოსფეროს ტემპერატურა, მზის რადიაციის მაღალი მაქსიმუმი და მოკლე ტალღის რადიაციის მოკლე ტალღის მეტი წილი, ულტრაიისფერი რადიაციას. ეხლა რაც შეეხება განმასხვავებელს. ყველა სხვა ფაქტორი აქვს ჩამოთვლილის გარდა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის ნალექები და ქარი, ეს არის განსხვავებული. ამით დავასრულოთ დღევანდელი ლექცია, მადლობთ ყურადღებისთვის.